ამ საინტერესო კომენტარს უნდა გავცე პასუხი. აბა, შესაძლოა რომელი ზეთი უნდა ვიხმაროთ, თქვენ ახლა ექსტრა ვირჯინის რეკლამას აკეთებთ, რატომ არ ამბობთ, რომელი ზეთი უნდა ვიხმაროთ, შესაძლოა. მე არ ვარ არც ერთი ბრენდის წარმომადგენელი, მე ვარ Herbalife-ის კვების კონსულტანტი. ჩემი მიზანი არ არის პროდუქტების დარეკლამება, ჩემი მიზანია სწორკვებაზე ინფორმაციის გაზიარება. კითხვა შემოვიდა ექსტრა ვირჯინის ზეითუნის ზეთზე და ვიდეოც ამიტომ ჩავწერე კონკრეტულად მაგ ზეთზე, თორემ ისე არის არარაფინირებული სხვა ზეთებიც. ანუ დაუმუშავებელი ზეთები, რომელიც არ მუშავდება მაღალ ტემპერატურაზე და ქიმიურად. მაგალითად, სელის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ავოკადოს, სეზამის ზეთი და ასე შემდეგ. ანუ ყველა არარაფინირებული ზეთი არის ბუნებრივი, არის მაღალი ხარისხის და უნდა გამოვიყენოთ დაბალანსებული კვების დროს და ეგ არის თქვენი არჩევანი, რომელ ზეთს გამოიყენებთ. რაც შეეხება მეორე კითხვას, აბა რომელ ზეთში შევწვათ? დაბალანსებული და ჯანსაღი კვების დროს ზეთს შესაძლოა საერთოდ არ ვიყენებთ, ანუ შესაძლოა ვიყენებთ გრილს ან ტაფას. ვწვავთ უცხიმოდ. ნებისმიერ პროდუქტს, კვერცხი, ხორცი, თევზი, აი ნებისმიერი პროდუქტი შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზე უცხიმოდ და გრილში უცხიმოდ. გარდა უცხიმოდ შეწვისა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე მეთოდი მოხარშვა. მოხარშეთ ხორცი, თევზი, კვერცხი და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ვიდეოში ვისაუბროთ უფრო საინტერესო თემაზე, რომელი უფრო ჯობია მოხარშული პროდუქტი თუ გრილში ან ტაფაზე უცხიმოდ შემწვარი ხორცი იქნება თუ თევზი. მანამდე კი თქვენი აზრი მაინტერესებს და მოდი აბა კომენტარებში დამიწერე და თუ იქნება დაინტერესება ამ თემაზე, ჩავწერ ვიდეოს.